გუდაურში სპორტული შეჯიბრებები გრძელდება ამჯერად განახლებულ ზამთრის კურორტზე ერთმანეთს დამსვენებლები რაგბში და პეინტბოლში ეჯიბრებოდნენ. ტურნირში მოხალისეები მონაწილეობდნენ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდებიც. მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ. გუდაურში დასრულდა ფოტოკონკურსი გუდაურაც გამოფენილი იყო 30 ნამუშევარი. საუკეთესო ფოტოს ავტორებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ. გუდაურის თემატიკა ტერიტორია საკმაოდ მაღალი იყო, საძელეს ხედი იყო გადაღებული. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. სიმართლე გითხრათ, რაც გაგზავნოს ვაპირებდი, მეგობარმა ძალიან მთხოვა. შევარჩიეთ 30 კონკურსანტი, რომლებსაც მიეცათ დავალება. პირველი დავალების წარმატებულად შერჩევის შემდეგ შევარჩიეთ 10 მონაწილე, რომლებიც გაემგზავრნენ გუდაურში 2 დღის მანძილზე, გადაიღეს ფოტოები, ხოლო იქიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული. თბილისის მერია და გუდაურის განვითარების ფონდი აგრძელებს ღონისძიებათა ციკლს ყოველ შაბათ-კვირას. ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ 2 კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის ფოტოკონკურსის გამარჯვებული, რომელიც შეისწავლეთ იყო გამოცხადებული, მოყვარულთა სნოუბორდერების შეჯიბრის გამარჯვებულები. მიმდინარეობს რამოდენიმე ღონისძიება, ეს არის ღონისძიება პეინტბოლში და ყველა დამსვენებელს შეუძლია ისი ამონოს, ამით აგრეთვე ტარდება ჩემპიონატი თოვლის რაგბში.